თუ ადამიანი რომელიც ირწმუნებს ამას, ანუ ქრისტიანი გახდება, რომ ღმერთი მისთვის ადამიანად მოვიდა და მოკვდა, ანუ ხოლო აწერთხელ საუკუნეთა დასასრულს უკვე ჟამი იწურება, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაეკარწყლებინა, გაეუქმებინა ცოდვა და ანუ გავემართლებინე, ჩვენ ცოდვას აქრობს, იმიტომ რომ ჩვენი ცოდვის გამო მაგივრად ის მოკვდა, მაგრამ ეს მოხდა ერთხელ ხას უსვას პავლე მოციქული. და შემდეგ იტყვის პავლე მოციქული სხვაგან, რომ თუ ადამიანი, რომელიც ამას მიიღებს, ახლა ურწმუნოს რა უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ თუ ადამიანი ამას მიიღებს, მაგრამ მერე უარყოფს თავის ცხოვრების წესით, შეიძლება სიტყვით არ უარყოფს, უბრალოდ ხო ვირწმუნე, მაგრამ მერე გავაგზავნე ურწმუნო ცხოვრება. პავლე მოციქული საშინელ სიტყვებს ამბობს, ასეთი ადამიანისათვის მსხვერპლი აღარ არჩება. იმიტომ რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ მოხდა, მეტი აღარ მოხდება. ასეთი ადამიანისათვის აღარ არჩება მსხვერპლი, ასეთი ადამიანისთვის აღარავინ მოკვდება, უკვე იმიტომ რომ მოკვდა მისთვის ღმერთი და მეტი აღარ მოკვდება და მან ეს სიკვდილი, რომელიც ერთხელ განახორციელა ღმერთმა მისთვის, უარყო თავის ცხოვრების წესით, უარყო, თავის გულში გააუქმა, აღარ რჩებაო პავლე მოციქული კითხვა სვავს და ამბობს ძალიან მძიმე სიტყვებს. აღარ რჩება რაღაცა საზარელი მოლოდინი რაღაც საშინელების. საზარელი მოლოდინი რაღაც საშინელების. ეს ამბობს პავლე მოციქული. გესმით? ანუ ჯოჯოხეთის მოლოდინი რჩება ადამიანში. აი ეს არის უმიზნოდ მაცხოვრებელი ადამიანი. საზარელი მოლოდინი, რაღაცა საშინელების.